მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერე პეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით. და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზე გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქნება სოციალურ მედიაში არარსებული ადამიანების საუბრობენ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის. ამას აქვს ერთადერთი მიზანი საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ჩვენი კარი ყველასთვის ღიაო, ამბობს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ სუსმა აღძრა საქმე სწორედ საბოტაჟის მუხლით და როგორც სუსი და აცხადებს, იქნება რაღაც ყალბი აკაუნტები სოციალურ მედიაში, სადაც საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში არის ცუდი გარემო საშიში რუსებისთვის და ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ემსახურება რუსი ტურისტების დაფრთხობას და ამას აფასებს როგორც ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი. ირაკლი კობახიძე ამბობს, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც საკუთარი ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავთ სამართალიო. რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ რუს ტურისტებს საქართველოში სააკაშვილი ეპატიჟებოდაო 2008 წლის ომის შემდეგ და დასვა შეკითხვა, რომ მაშინ თუ არ იყვნენ რუსოფობები, ეხლა რატო გახდნენ რუსოფობებიო და ეს ყველაფერი არის deep state-ის დაკვეთაო, ანუ ოპოზიციის რუსოფობიაცო. ამ თემაზე ზოგადად მოახლოებული 8 აგვისტოს ომის წლის თავზე ვისაუბრებთ. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ზაზა ბებიაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მინდა გითხოთ აი სწორედ იმ რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე საუბრობს წინა ხელისუფლებაზე და ამბობს, რომ ამ ადამიანებს შერჩევითად აქვთ ეს რაღაც რუსების მიმართ განწყობა. ხელისუფლების მხარდაჭერის თქვენიც იყავით და ალბათ აი იქ იგულისხმება არამხოლოდ ვიწროთ ხელისუფლებამ, არამედ ყველა ის ადამიანი, მაგრამ მიშვალშვილდაძე ახსენა მაგალითად და ანუ არამხოლოდ რაღაც ხელისუფლების წევრები, მხარდამჭერები, რომლებიც მაშინ რაღაც ამბობდნენ, რომ რუსულ ფულს უნი არა აქვს. ვახსოვს ვანო მერაბიშვილის განცხადება, იქ მერე რამდენიმე დღე ვიდეოებს ატრიალებდნენ სხვა გამოსვლების, მათ შორის ზურა ჯაფარიძე, სადაც საუბრობს, რომ ჩვენ რუსულ კაპიტალს პრობლემა არ არის მივესალმებით და ნუ სააკაშვილის ცნობილი კადრები ლარსზე. რა სიტყვით ამ შესახებ? საღამშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველად დავიწყოთ საუბარი თქვენის ნებართვით იმ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის ახალ საქმეზე, რომელიც ბოლოდან დავიწყოთ. სუსმა დაანონსა და მართლა ღიმილის მომგვრელია, როდესაც ყალბ აკაუნტებზე მოსთქვამს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აი პრაქტიკულად თვე არ გავა, რომ მეტამ არ გამოგორო შემდეგი განცხადება და არ თქვას, რომ აი ჩვენ აღმოვაჩინეთ ასეულობით აკაუნტი, რომლის უკანაც დგას ქართული ოცნება და რომელიც მიზანმიმართულად ეწევა კონკრეტული ტიპის საქმიანობას, როგორც წესი საუბარია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. ეხლა ნებისმიერმა კეთილსინდისმიერმა ქართველმა შეაფასოს, არის თუ არა ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. ამაზე უფრო დიდი ზიანი რა შეიძლება მოგვადგეს ჩვენ. ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში თუ გაძლებაში ვინ გვიდგას გვერდით? ვისი მეძე ვართ არაღიარების საქმეში? ვინ არის ჩვენ გვერდით, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე ან აღდგენაზეა საუბარი, ხო? ეს არის დასავლეთი და ზუსტად ამ დასავლეთს ურტყავენ ის კოორდინირებული ასეულობით ბოტი, ტროლი თუ შეიძლება ათასებიც იყუროს, რომლის უკანაც დგას ქართული ოცნება და ეს ჩემი სიტყვები არ არის, ჩემი მტკიცებულება არ არის, ამის უკან ვიმეორებ არაერთი, ანუ ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც მეტას აღმოუჩენია და შესაბამისი აკაუნტები გაუუქმებია, ხო და პეიჯები მათ შორის. ეს ხალხი არის, რომელიც წუხს რაღაც ჩემთვის საერთოდ უცნობ და გაუგებარ ვიზე ლაპარაკობენ, რაზე ლაპარაკობენ წარმოუდგენელია, ხო? ანუ რუსული პროპაგანდის გამოძიება დაიწყო. შეიძლება რაღაც ხილული იყოს, აი მაგალითად ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა სტუდია მონიტორმა თუ არ ვსდები, თუ რეპორტიორმა და ხო და ვიცით რომ არსებობს კოლ-ცენტრი, რომელიც თაღლითურ საქმიანობას ეწევა, მაგრამ ეს ადამიანები დღისით ჩვენივად გადაადგიდებიან ქალაქში, ქვეყანაში ეწევიან ამ საქმიანობას და არავინ არაფერს არ აკეთებს. ეს ვიცით. რაზეც ჟურნალისტები კი ბატონო ყავდა მოწვეული და ვისაუბრეთ დაწვრილებით ამ თემაზე. სახელი და გვარებით არის უკვე. რა თქმა უნდა. აი ეს არის ხილული, ხო და სუსი არაფერს არ შვება. და გველაპარაკება იმაზე, რაც არა, აი თქვენ როგორც თქვით, არავინ არ ვიცით ხო რა აკაუნტებზეა საუბარი, რა კამპანიაზეა საუბარი, ღიმილის მომგვრელია. ეხლა მეორე არგუმენტი. რამდენიმე დღის წინ გაცხადდა, რომ თურმე ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი ლაშა ნაცვლიშვილი ასპარეზობს ერთ-ერთი ასევე ცნობილი ტროლის
სახელი თუ არ ვცდები ქეთევან ნიქიაშვილი იყო ამ ყალბი აკაუნტის უკან, ხო? ეს ხალხი უარყოფს. ხო, ნუ არ ვიცი ხა რაც გავრცელდა ინფორმაცია, იმას ვეღწნობით. ფაქტია, რომ ეს აკაუნტი რეალური არ არის, მის უკან რეალური ადამიანი რო არ დგას. ფაქტია, ქართული ოცნების პროპაგანდისტი რო არის, ესეც ფაქტია. კონკრეტულად ის არის თუ არა, ვიზაც საუბრობენ, ამას ოდესღაც დაადგენს შესაბამისი უწყება, მაგრამ ამ ეტაპზე საუბრობთ იმაზე, რომ რამდენად შეიძლება გქონდეს იმ პოლიტიკური ძალის და იმ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავის ნდობა, რომელიც აი ამ ყველაფერზე ან თვალს ხუჭავს, ან იმისი მონაწილეა და აქეთ რაღაც ბუას იგონებს, რომ ქართველი პატრიოტები დააშინოს და მათ 4 წლიანი ციხით დაემუქროს. ეს მე მგონი თავისთავად და თავიდან ბოლომდე რიტორიკული კითხვებია, რაც შეეხება კობახიძის განცხადებას. აქ არის ერთი საკვანძოდ მნიშვნელოვანი საკითხი და ეს არის რუსოფობიის საკითხი. ბევრმა ამ დღეებში თქვა ჩემი აზრით არასწორად, რომ ვიცით რა, მოდი არ გადავატანინოთ ყურადღება სხვაზე, აი 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს, კოლცენტრების საკითხია, ენერგეტიკული კრიზისის საკითხია და ამ ყველაფერზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩემი აზრით რუსოფობიის თემა, ჭყალებში რუსოფობიის თემა არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანი თემა. ეს არის ტერმინი, რომელიც მოიგონა რუსეთის ფედერაციამ იმისთვის, რომ საკუთარი არაადამიანური ბუნება, საკუთარი აგრესიული პოლიტიკა, ის მკვლელობები, რომელსაც ყოველდღიურად ჩადის, ოკუპაცია, ანექსია კონკრეტული ტერიტორიების, ის აგრესიული ომი, რომელსაც აწარმოებს, ამაზე ადამიანების რეაქცია ლეგიტიმურ ბრაზად და რისხვად კი არ წარმოსახოს, არამედ წარმოაჩინოს როგორც ირაციონალური შიში. არ არსებობს რუსოფობია. არა, სხვა რაღაცას ვამ. ამ ტერმინს იყენებენ რუსები იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი იმპერიული პოლიტიკა. სხვა ქვეყანა და სხვა დანიშნულებით ამ ტერმინს არ იყენებს. როდესაც ჩვენ გვყავს ქვეყანაში პრემიერი, რომელიც იყენებს იგივე ტერმინს, რომელსაც იყენებს ლავროვი, ზახაროვა, სიმონიანი, პესკოვი და სხვანი და იმავე დანიშნულები და იმავე მიზნით, ეს თავისთავად უკვე კითხვას კი არა, პასუხსაც ძალიან ნათლად წარმოაჩენს. ვიმეორებ, რა არის რუსოფობი? როგორ შეიძლება ქართველი იყოს რუსოფობი? ქართველი, რომელიც 200 წლის განმავლობაში არაერთი გენოციდის ხურეპლიკო გამხდარა, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიები ჩამოუჭრია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და სულ ახლა უკვე საერთაშორისო სამართლებრივად აღიარებულ ფარგლებში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ახორციელებს. ალბათ რომ ეს არის რუსეთის სახელმწიფოს ქმედებები და არა ვთქვათ შეიძლება გზულდეს რუსეთის სახელმწიფო, მაგრამ კონკრეტულად რუსი ადამიანის მიმართ ანუ ეთნიკური ნიშნით არ უნდა ქონდეს სიზმარი. ეს არის ძალიან ვირეშმაკული აღრევა. შეგნებული და ვირეშმაკული აღრევა, ვიმეორებ ახლა ხო არის თუ ეს ლავროვი რო ხო, რა თქმა უნდა ჩვენ კაციწამია სახელმწიფო ყავს, რომელიც თელსოფლიოში ყველაზე ეზიზღება, მაგრამ რასერჩით მოქალაქეებს, არა ბატონებო, ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ პოლიტიკის მხარდამჭერებზე, იმ პოლიტიკის გამტარებლებზე, იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც დღესაც ამართლებენ ოკუპაციას, აგრესიულ ომს, დაპყრობით ომებს, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ქართველების მკვლელობას და ასე შემდეგ. ანუ წარმოუდგენელია, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ მართლა, რომ წარმოუდგენელია საქართველოს ხელისუფალი გეკვას და წუხდე რუსოფობიაზე, იმის მაგალითად, რომ წუხდე აფხაზეთის გათავისუფლებაზე, დევნილების დაბრუნებაზე, გიგა ოთხოზორიას კვლელის დასჯაზე, არჩილ ტატუნაშვილის კვლელების დასჯაზე და ასე შემდეგ. ანუ ამოტრიალებულ რეალობაში ცხოვრობ და ეს ადამიანები ჩვენ თავს გვამართლებინებენ. მე რა სწორად გამიგეთ, ანუ ჩვენ რაღაც ნიუანსებზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ. შეიძლება ბევრ ნიუანსზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ეს არის ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სიკვდილსიცოცხლის არსებობა არ არსებობის თემა. ჩვენ დამპყრობელი თავს გვამართლებინებს იმაზე, რომ დამპყრობლის მიმართ გაგვაჩნია ადეკვატური განცდა. ამხელა ცინიზმი ჩვენ ისტორიაში იშვიათად მახსოვს. კი, შემოსულა დამპყრობელი დაუხრეტი ვარ, ჩამოუჭრია რაღაც, მაგრამ იქით თავს გამართლებინებდეს, რომ რატო არ მოგწონვარო? თან შენივე ხელისუფლის პირით ეს არის აი მართლა ღირსების წინა ხელისუფლების პირობებში ხო იყო ღირსება აგვართვესო და ამაზე მეტი ღირსება როგორ უნდა ართვან ადამიანს დაიპყრეს, დაამცირეს, მოკლეს, სახლიდან გამოაგდეს და ეხლა დაუსვეს ხელისუფალი, რომელიც ეუბნება, რომ ამაზე თუ რამე სიტყვა, ესე იგი რუსოფობი ხარ და ციხეში გაგიშვებ. ხო და აი რას ემსახურებოდა ეს წერილი და ეს კამპანია თქვენი აზრით, რატო გაახსენდათ ახლა ეს რაღაცა რუსოფობიასთან ბრძოლა? ეხლა არ გახსენებიათ ეს თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ მე ამ ხელისუფლების უკან რუსულ ინტერესებს პირველივე დღიდან ვხედავდი, მაგრამ მათი გამჟღავნება ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ. პირობითად ეხლა როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოხდა ხელმოწერა და მე ვამბობდი, რომ კი ბატონო 2014 წელია და ასოცირებას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ 2014 წელს კოდორი 2007-ის 6 სპეცრაზმელი დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში და აი ამაზე ვიდარდოთ მეთქი, მაშინ ამაზე ყურადღების მიქცევა
არ იყო ტრენდული და მოდური, ხო? კაი, რა დროს ეგ არის, მან რაღაცაში იქნება საქმე და მაგაზე ახლა ნოვიფიქრეთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალეს რიტორიკა. შეგახსენებთ, ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, აი ამ ვითარებაშიც კი, ახლა 2022-ში ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ უკრაინას იარაღი არ უნდა მივაწოდოთ, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები არ მუშაობს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ისე როგორც ყველამ ვიცით. ესეც არ იყო შოკი, მაგრამ 2024-ში, როცა გამოვიდა ივანიშვილი მიტინგზე რუსთაველზე და განაცხადა, რომ აი ეს deep state არსებობს, უცხოური ძალები საქართველოში ხელებს აფათურებენ, მაინც შოკი იყო, ხო, აი ეს ყველაფერი ხალხმა მიიღო, როგორც სწორადაც უნდა მიიღო, ხო? შოკი, როგორ კაცო საქართველოს ხელისუფალი ხარ და რა უცხოურ ძალებზე მელაპარაკები, აგერ არის რუსეთი, რომელიც არის ჩემი თავარი მტერი. მერე იყო ახალი შოკი, როდესაც საუბარი იყო ბოდიშის მოხდაზე, ანუ ჩვენ ვართ ორი გენოციდის, სამი გენოციდის მსხვერპლი. ცხინვალის რეგიონში, გაგრასა და სოხუმში, სამი გენოციდის მსხვერპლი ვართ და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვინმეს ბოდიში უნდა მოუხადოთ, ყველა ქართველის პირადი შეურაცხყოფაა. ხო და ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ აი ამ პოლიტიკის შეჩვევა, აი ამ ნორმალიზება იმისა, რაც არ უნდა იყოს ნორმალური. მე რა ერთ მაგალითს მოვიხმოვ და მე გაცლით კითხვის დასვას ბოდიში ძალიან გამიგზელდა პასუხი. ეხლა რამდენიმე დღის წინ პირველად რომ ჩაბნელდა მთელი საქართველო, ყველა შოკში იყო, ხო? წუხელ მეორედ რო ჩაბნელდა თუ მესამედ რო ჩაბნელდა მთელი საქართველო, აღარ იყო შოკის ეფექტი. შევეჩვიეთ რომ ეს ნორმალურია. ნუ ესე ხდება ამათ პირობებში, ხო? ასევე ხდება შევჩვევი ვართ მე მგონი. ნუ ისეთივე შოკი არ იყო რბილად რო ვთქვათ. შესაბამისად, აი ეს რუსოფობია, რუსებისადმი დამოკიდებულება, ქართველი პატრიოტები რო ციხეში უნდა მიდიოდნენ და თვალდათხრილები იყვნენ, იმიტომ რომ ვიღაცას ოკუპანტი არ მოეწონა, აი ეს ნორმალიზება ხდება ყოველდღიურად. ბოლშევიზმიც, ანუ 37 წელი, 1937 წელი არ დამდგარა ერთ დღეში და ორ დღეში. 21 წელს, როდესაც დაგვიპყრეს რუსებმა და არა საბჭოთა კავშირმა, არამედ საბჭოთა რუსეთმა რომ დაგვიპყრო, მაშინ ბევრს ეგონა რომ კი ბატონო, ჟორდანიას მოულიან, ვიღაც მენშევიკებს გააგდებენ, მაგრამ სხვა მთავრობა მოვა და იმის პირობებში კარგად ვიქნებითო და ეს ადამიანები ძალიან ბევრი მათგანი 1927-ში დახვიტეს. მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იყო, საქართველოსთვის გვიანი იყო. ხო, კი ბატონო, თქვენ ახსენეთ უბრალოდ ეს ბოდიშის თემა ივანიშვილის გაჟღერებული და ამ თვალსაზრისით ახლა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ამ დღეებში აღორდა ახალი სკანდალი უკვე საწინააღმდეგო მიმართულებით გია ბარამიძის გამოსვლაზე, არ ვიცი ნახეთ თუ არა თქვენ, სადაც ის საუბრობს, რომ ქართული ჯარისკაცები ხოცავდნენ აფხაზ ტყვეებს და აფხაზები არ ხოცავდნენ ქართულ ტყვეებს. და ახლა უკვე აქეთა მხრიდან პრემიერმაც გააკეთა ამაზე ერთ დღეს განცხადება და მე ამაზე არ შემიძლია დეტალური პასუხი გაგცეთ, მაგრამ მე ვნახე გია ბარამიძის განმარტება, სადაც ის ამბობს, რომ ეს ეპიზოდი შეეხებოდა, ეს საუბარი შეეხებოდა 92-13 წლების ომს აფხაზეთში, როდესაც საქართველოს მხრიდან რაიმე სახის ორგანიზებულ, შეიარაღებული ძალების არსებობას არ ჰქონდა ადგილი, ხო იქ იყო რეალურად აი დაჯგუფებები, რომლებიც ყველა თავისით იმართებოდა და სამწუხაროდ მათ შორის ამის გამოც რუსებმა და სეპარატისტებმა შეძლეს იმ ბარბაროსობის ჩადენა, რომელიც მათ ჩაიდინეს. ანუ ეს არ იყო საუბარი წინა ხელისუფლების მიერ და დროს ჩაგენილი არ იყო საუბარი, ისე გამოვიდა, რომ გიორგი ბარამიძე ქართველებს აბრალებდა, ანუ ქართველებს უფრო სასტიკად იქცეოდნენ, ისე გამოვიდა, ანუ ხოცავდნენ და აფხაზები უფრო ხო, მე ასე არ გამიგია ეს, იქ იყო საუბარი კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებზე. ამბობდა, რომ აი აფხაზურ მხარესო დისციპლინა ჰქონდათ, რუსული დისციპლინა იყო იქეთ მხარესო და ისინი ტყვებს იყვანდნენო და ჩვენები არ იყვანდნენო და აი პრემიერი გამოვიდა დღეს და უკვე ანუ ასე დონეზე აიწია ხა ეს თემა. გასაგებია რომ ქართული ოცნება არ გაუშვებდა ხელიდან ამ განცხადებას, ბარამიძე პრემიერმა თქვა ნაცისგანაც კი ამაზრზენი ასეთი განცხადების მოსმენა, ამას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქციო, განაცხადა კობახიძე. ხო, ანუ ეს ბოდიშის თემა რაღაც ისე გამოვიდა რომ იქეთ ივანიშვილი ამბობდა რომ ბოდიშს მოუხდიო და აქეთ გამოვიდა რომ ხა გია ბარამიძის რაღაც ბოდიშს არ ახსენებს, მაგრამ ამბობს იმის შესახებ რომ აი ქართველები ხოცავდნენ ხო იქ რაღაც. არა, იქ საუბარი იყო ინდივიდუალურ ერთეულ შემთხვევებში, ვიმეორებ, მეც თქვენსავით ამის მაყურებელი და მსმენელი ვარ და ამაზე არც კომენტატორად და არც შემფასებლად არ გამოვდგები, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში რუსეთმა სეპარატისტების და სხვადასხვა შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოახდინა 3 გენოციდი ქართველების წინააღმდეგ. ეს იყო ორგანიზებული, ცივსისხლიანი, გეგმაზომიერი გენოციდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალი, რომ დღეს ბევრმა სვეცკმა არ იცის, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ხო ბევრი დავაშავეთ. ჩვენ ხო ბევრი დავაშავეთ კი არა, მე რა თქვენ გეხსოვებათ, 92 წლის 3 სექტემბერს დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზეთში. ამ დროს კონფლიქტი არის 2-3 კვირის დაწყებული. ამ დროს
რამდენიმე ათეული ადამიანია დაღუპული, ძირითადად სამხედროები ორივე მხრიდან. ანუ რაღაც ძალიან დიდი მასშტაბის უბედურება არ მომხდარა. დაიდო 3 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აი ამ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში რუსებმა რაღაც პირუტყვი სეპარატისტების ხელშეწყობით დაგეგმეს და განახორციელეს გაგრის ამბავი. ამბავი ანუ გენოციდი განახორციელეს და ეს აი რო თქვა აი მოვიდა 92 წლის 1 ოქტომბერი ხო ცხოვრობ გაგრაში და ქართველებმაც ბევრი დავაშავეთ სასტავს მინდა ვკითხო. აი 1 ოქტომბრის მომარევით რა გვაქვს? გამოვიდა ბარამიძე. არა, არ გამოვიდა, არა, ვერ გავურევთ ამ თემას ერთმანეთში, ვერანაირად. რა დავაშავეთ მაგ დროს ქართველებმა გაუგებარია, ან მერე, მაგრამ ვიმეორებ, აქედან მხრიდან იყო ერთეული სპორადული დანაშაულები, საკმაოდ ძიმეც მათ შორის, იქით მხრიდან იყო გეგმაზომიერი, კარგად დაგეგმილი და ცივსისხლიანად განხორციელებული გენოციდი. ჯერ გაგრაში, მერე სოხუმში, მერე გალშიც იყო საკმაოდ დიდი დოზით და ნუ ბოლოსაც გააკეთეს უკვე ცხინვალის რეგიონში. ხო და ანუ აქ თემა ისაა რომ ხა როგორც ივანიშვილის ბოდი შეიძლება გამოიყენოს იქეთა მხარე, ისე შეიძლება გამოიყენოს ბარამიძის ეს განცხადებაც იქეთა მხარე, თუმცა დაუბრუნდეთ ამ აი მაგას მაინც მინდა უპასუხო რა ივანიშვილის ბოდიში არის კარგად ნაფიქრი, შესაბამის დროს გაჟღერებული, პოლიტიკურად ძალიან მძიმე შედეგის მატარებელი, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი პირის პოლიტიკური განაცხადი. გია ბარამიძის განცხადება, რომელიც მე თავიდან ბოლომდე არ მინახავს და ნახე ახსნა, რას გულისხმობდა, შეეხება რაღაც ისტორიული ფაქტის შეფასებას იმ ადამიანის მიერ, რომელიც იქ უშუალო მონაწილე არც ყოფილა. რა ვიცი, რა თქვენ რო თქვა, ხო? ის იყო იქ ტყვეთა კომისიის გაცვლაში მონაწილეობდა. ხო, მაგრამ ნუ თვითონ არ იყო იმის მონაწილე, ხო? ანუ თქვენ როგორც თქვენ არ ყოფილხართ რაღაც კონკრეტულ თემაზე პასუხისმგებელი, ანუ ამის ერთ სიტყვაში დაყენება უკეთეს შემთხვევაში რას ნიშნავს, რომ შეიძლება ან არასწორად თქვა, ან სხვა რაღაცას გულისხმობდა, ან სხვა დატვირთვა არ და ეხლა ბარამიძესაც იმედია გააკეთებს განცხადებას უბრალოდ გააკეთა უკვე და განმარტა. ავიდა იმ დონეზე, რომ უკვე ნუ აგერ პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას. უბრალოდ მინდა ამ კობახიძის იმ განცხადებას დაუბრუნდა, რატო იქ იყო დასმული შეკითხვა და თქვენ პასუხი მაინტერესებს, მე პოსტი ვნახე, სადაც ამ თემას სცემდით პასუხს, რომ აი მაშინ თუ არის მისაღები იყო რუსები და რუსი ტურისტები და რუსული ფული და ხრამხესის მიყიდვა რუსებისთვის თუ ასე შემდეგ, ეხლა რატო არ გეჯახებათ, ასე ვთქვათ, თუ ჩვენ რუს ტურისტებს ვეპატიჟებთ? დავიწყოთ იქიდან, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს ქართველი საზოგადოების განწყობა რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ 2022 წლის მერე შეიცვალა არის ტყუილი. უბრალოდ ტყუილია. ჩემი დამოკიდებულება, პირადად ჩემი დამოკიდებულება რუსეთს მიმართ, ჩემი შეგნებული ცხოვრების 14-15 წლის ასაკიდან 15 წლის ვიყავი, როცა 9 აპრილი მოხდა, მას მე არ შეცვლილა. მანამდეც უბრალოდ ბავშვი ვიყავი, მანამდე, მაგრამ ვიზრდებოდი მშობლების მიერ მოყოლილში და წაკითხული წიგნების ემოციით, მაგრამ 9 აპრილის მერე უკვე ვიყავი ამის უშუალო თვითმხილველი. არ შეცვლილა. ამას არ ჭირდებოდა 2022. არაფერი არ შეცვლილა ჩემთვის და ქართველებისთვის 2022-ში, გარდა იმისა, რომ რუსეთმა ახალი მორიგი აგრესიული ომი წამოიწყო, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე მასშტაბით იმაზე დიდი იყო, ვიდრე სხვა აგრესიული ომები ჩვენი ცხოვრების პირობებში. ტყუილია თითქოს 2022-ში რამე შეიცვალა. უბრალოდ აი თვითონ მოიგონეს ტყუილი და მე ამ ტყუილს დააშენეს პროპაგანდისტული ნარატივი. უკრაინაში შეჭრის მერე უფრო გახდენო პატრიოტებიო, ვიდრე საქართველოს შემოჭრის მერე. რა ვიცი, ხა ეგრე სისულელი, ანუ უსინდისო ტყუილია არ არის ასე. ანუ რა ვიცი, გადავხედოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებებს, არ არის ასე. რაც შეეხება იმას, თუ სააკაშვილი ვის როგორ ხდებოდა, დიახ, თქვენის პოსტი ახსენეთ და მე იმ პოსტში შევადარე ორი რეალობა. აი წარმოიდგინეთ საბჭოთა ტურისტი, რომელიც ჩადიოდა საბჭოთა კავშირის დროს, ცივი ომის დროს დასავლეთის ქვეყანაში და საბჭოთა კავშირში ბრუნდებოდა გაოგნებული და შთაბეჭდილებებით ახსავს. ხო, თურმე რა მაგარი ყოფილა იქ ცხოვრება. რომ რასაც ჩვენ პროპაგანდისტული მედია გვიხატავს, ასე კი არ არის, თურმე სულ სხვანაირად არის ყველაფერი. აი მაგისი ანალოგია იყო, როცა სააკაშვილის პირობებში აქ ჩამოდიოდა რუსი ტურისტი. ვინაიდან რუსული მედია მათ უხატავდა საქართველოს რაღაც სულ სხვა იმიჯს და ჩამოდიოდნენ და ხედავდნენ, რომ საქართველოში შენდება გამწვირვალი პოლიციის შენობები, იუსტიციის სახლი, გამბაჟება ხდება ერთ დღეში თუ ერთ საათში, გადასახადების გადახდა ხდება ელექტრონულად, კრიმინალი აღარ არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა და სულ აცდენაშია მათივე პროპაგანდისტულ ნარატივთან. ხოლო ოცნების პირობებში აქ შემოსული რუსი ტურისტი
იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს ბარნაულიდან, რომელიღაც ტურბაზაში რო ჩამოდიოდა აქ, რუსული გადმოსახედიდან, რაც მეორე ხარისხოვანი ტურისტი, სწორად გამიღეთ, მეორე ხარისხოვანი დამსვენებლური, ანუ ხარჯვით მყიდველობით უნარიანობას გულისხმობ, ხო? უფრო მდიდრები სხვაგან მიდიოდნენ და უფრო ნაკლებად შეძლებულები მოდიოდნენ აი ეგ რაღაც ტურბაზებში, სადაც პუწევკებს ეგრეთ წოდებულს აძლევდნენ მათ სამსახურებიდან, ხო? ხო და მაგას გავს, მათ იცოდნენ რომ აქ მოდიან საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარი პირობებით და მათ ელარჯს გაუწელავენ, ხაჭაპურს გამოუცხობენ, უცეკვავენ, უმღერებენ და გაინაბებიან, როდესაც ისინი იტყვიან რა ლამაზი ბუნება გაქვთ. აი ეს არის განსხვავება. მაშინ ისინი მოდიოდნენ თავმოყარე სახელმწიფოში და ისინი უკან დაბრუნებული წარმოადგენდნენ საქართველოს რბილ ძალას. დღეს ისინი მოდიან ტერიტორიაზე, სადაც ძალიან კარგად იციან, რომ აქ მათი პირობები მოქმედებს, მათი ხელისუფლებაზის. ამას წინათ ერთი ადამიანი ამბობდა, რომ ბათუმში მოხდა კონფლიქტი რუს ტურისტებსა და ქართველებს შორის, რაღაც რუსულ შოვინისტურ და იმპერიული სიმღერის დაკვრასთან დაკავშირებით რესტორანში შეუკვეთეს და დააკვრევინეს და როდესაც ქართველებმა ეს გააპროტესტეს, რუსის პასუხი იცით რა იყო, წადით თქვენ ქვეყანაში და იქ რაც გინდათ ქენითო. ანუ ეს შეიძლება წამოწდენა იყო მათი მხრიდან, მაგრამ ისინი აქაურობას თავის ტერიტორიად მოიაზრებენ. ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგივე ანკორიჯში, სადაც პუტინი და ტრამპი შეხვდნენ და იქ პუტინს ეგონა რომ ჯერ თეთრ ცხენზე იჯდა, ერთ-ერთი რაც მისი მხრიდან ითქვა იყო, რომ საქართველოს ჩემი ტერიტორია და მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. მაგრამ ნუ ცხადია ეს ინფორმაცია არ არის საჯაროდ ოფიციალურად ცნობილი და ამაზე მეც ვერ ვიტყვით, მაგრამ აი ეს არის არსებითი განსხვავება. ანუ ადამიანი შემოდის და ძალიან და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, სააკაშვილის დროს სრულდებოდა კანონი ოკუპაციის შესახებ. გასაგებია. ამ ხელისუფლების პირობებში ხა ისე ჩანს, გოდიში და პრახად ნოიდვორი. ხო, გასაკუთრებით როცა იხსენებენ, თქვათ, განცხადებებს, ხო, რომელიც რუსულ კაპიტალს ეხებოდა და ასე შემდეგ, ისე ჩანს, რომ ზორმალი სტანდარტია, ხო, რატო მაშინ მოგწონდა, თქვათ, რუსული ფულის შემოსვლა, დღეს რატო იძახი, რომ აი ძალიან მივებით რაღაც რუსულ კაპიტალს ან რუსულ ფულს და ის ცუდია და ბევრი რუსი ჩამოვიდა და ეს ცუდია, ბევრი რუსი რო ჩამოვიდა. თავისთავად ამას არავინ არ ამბობს, მე არ მინახავს, ბევრი რუსი ჩამოვიდა და ცუდია არა. საუბარია იმაზე, რომ მაგალითად არ უშვებენ ჩვენ მეგობრებს დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც ერთხელ მდგარა აქციაზე. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5,000 ლარი დააჯარიმეს. ამ ფონზე რუსეთიდან ფილტრის გარეშე შემოდის ასობით ათასი ზოგი ტურისტი, ზოგი რჩება და ეს არის თან ოკუპანტი ქვეყანა, ხო? თუ შენ თავმოყარე სახელმწიფო გაქვს, სადაც მუშაობს უსაფრთხოების და დაზვერვა და კონტრდაზვერვა სისტემები, ხო? სადაც ფილტრში გაყავს ყველა შემოსვლელი, ხო, რა თქმა უნდა, ის რისკები დაზღვეულია და დღეს ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ დაზღვეული არ არის, არამედ კადიროველები ისევე დაქრიან ამ ქვეყანაში თავისი იარაღი და მანქანებით, როგორც ჩეჩნეთში. პუტინის ღამის გულები შემოდიან და ზოგი რითიასაც უქრებს, ზოგი როგორი წითელი ხალიჩით ხვდება და ასე შემდეგ. ანუ ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. ადამიანი თქვენს ოჯახში სტუმრად მოვა, შეჭამს, დალევს, მადლობას გადაგიხდით და წავა და მე ახტოვანებული მოყვება, რომ აი რა მაგრამ იმას პიძლა, მე რა მეტრეველმაო, ეს ერთია და მეორეა რომ მოვა წიხლით კარს შემოაღებს და აბა ეხლა ყველანი ადექით და სადილი გამემზადეთო და მე რო წავალ და ვინმე თუ ოჯახში გააპროტესტა ის კუთხეში დააყენით ან ცემეთო, ეს მეორეა. აი ეს არის განსხვავება. ხო ძალიან მარტივია, მაგრამ შეგნებულად ურევს ამას პროპაგანდა ერთმანეთში, რომ დააბნიოს ის ადამიანები, რომლებიც აღარ იბნევიან. ანუ ეს ყველაფერი, ეს პროპაგანდაც აღარ მუშაობს, უბრალოდ დგას ძალადობაზე. პროპაგანდისტური ნარატივი არსებობს, ფორმალურად გასაправებლად ამ რეალობის და ამის უკან დგას ძალადობა. კი ბატონო, და საერთო ჯამში თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოს დამოკიდებულება, აი თქვენი მოსაწონი ხელისუფლება რომ იყოს, თქვათ, რუსეთთან, ეკონომიკური კავშირის იქნება, ტურიზმის მხრივ იქნება, თქვათ, აქ ბინების გაყიდვა იქნება, ჩამოსვლა, ჩამოსახლება მათი იქნება, ხო, ჩამოდიან ყიდულობ. აი როგორ უნდა კონდეს ხელისუფლებას პოლიტიკა მიმართულებით, როგორ გონია? პოლიტიკა უნდა იყოს ეროვნული, ანუ ჩვენ მიზანი უნდა კონდეს ის, რომ მოხდეს დეოკუპაცია და რუსეთთან შედგეს თანასწორი ურთიერთობის დამყარება. რა ძალიან რთულია. ხო, ძალიან რთულია და რუსებს ეს არც წარმოუდგენიათ ამასთანავე ერთ-ერთი რუსი აუს ბლოგერის ვიდეოს უსმენდი, ისე კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით. აი თელავში რომ მოხდა ჩაარტყა და ესო ქართულ ბევრს იძახი ამბობენ, რომ აი ჩვენი სუვერენიტეტი შელახა რუსეთმაო და ასე შემდეგო და სად გინახავთო, რომ დიდი ქვეყნის გვერდითო პატარა ქვეყნები ცხოვრობდნენ და მათ სუვერენიტეტი კონდეთო. ესეთ რამ არ არსებობს. ანუ
ბუნებაში შეუძლებელია თქვენ ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ჩვეულებრივ მოქალაქე იყო ეს გოგო ამბობდა რომ კონდეთ სუვერენიტეტი, იმიტომ რომ 10-ჯერ დიდი ქვეყანა რო არის თქვენს გვერდით, რუსეთი იქნება თუ ამერიკა, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ სუვერენიტეტი ვერ გექნებათ, იმიტომ რომ ის თავის ინტერესებს გაატარებს ბუნებად. აგაშენ აღმერთმა, მაგიტომ გვინდოდა ჩვენ და გვინდა ჩვენ ქართველებს ევროკავშირის წევრობა, მაგიტომ გვინდა ჩვენ ქართველებს ნატოს წევრობა. ვინ ებრძვის ნატოს და ევროკავშირის დღეს? რა თქმა უნდა, პირდაპირ ამ სიტყვებით არა, რომ ნატო და ევროკავშირი არ გვინდა. გვეტყვიან, რომ ჩვენ ბიუროკრატია არ გვინდა, ბრიუსელში რომელიც მოკალათებულა, ჩვენ დიპ სტეიტი არ გვინდა, გლობალური ომის პარტია არ გვინდა. მაგრამ სინამდვილეში რაც ხა თქვენ თქვით, არის იდეალური ილუსტრაცია იმისა, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რუსეთი და ამ შემთხვევაში პუტინი კი არა, ვიღაც რიგითი ბლოგერიც კი გეუბნება, რომ შენ ქართველი პატარა ქვეყანა ვერ იქნები სუვერენული, ყოველთვის რასაც გეტყვი, ეგ უნდა გააკეთო. რომ ვიყოთ სუვერენული, ჩვენი რაღაც განცხადება და სურვილი არ არის საკმარისი, ამისთვის ჭირდება განსაკუთრებით რუსეთისნაირ ქვეყანას ძალა. და ეს ძალა ჩვენ არ ყოფნის, მაგრამ ჩვენი ძალა მეორე პრობლემა არის, რომ დადგა რომ ეს ნატო რამდენად მზად არის, ხო? იმიტომ ხა გამოვიდა ზალუჟნი აგერ და თქვა, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, იმიტომ რომ არასდროს არ მიგვიღებენ ეს ნატოში, ნუ სხვა კონტექსტშიც თქვა რაღაცები, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გახდა ჩვენი პროპაგანდისტვის, ხო, იმედმა დაატრიალა და ასე შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ იქეთ მხრიდანაც არის პრობლემა. პრობლემა როგორ არ არის, მაგრამ ნახეთ, განსხვავება იმაში არის, რომ კონტექსტი ამთავარი ჩვენ რო ვისაუბროთ ევროკავშირზე, მე და თქვენ რუსეთის კონტექსტის გარეშე შეგვიძლია რამდენიმე დღე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც ევროკავშირის შიგნით ობიექტურად არსებობს. თუ შემოვა რუსეთი აი ამ დიდ მოცემულობაში, ევროკავშირის პრობლემები, შიდა პრობლემები მეორე პლანზე გადადის, იმიტომ რომ რუსეთი არის კაცშჭამია სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვართმევს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ადამიანებს გვიხოცავს, აი ყველაფერი ბოროტება, რაც ჩვენ ცხოვრებაში ბოლო 200 წლის განმავლობაში ისტორიაში მომხდარა, დაკავშირებულია რუსეთთან. და ამ ფონზე რაზე ვილაპარაკოთ, ეხლა რომ ევროკავშირში არის მიგრაციის პრობლემა? კი არის. რომელი ჯობია? ყველელი სახელმწიფო, რომელიც ტერიტორიებს გართმევს და გენოციდს გიწყობს, თუ ბიუროკრატიული გაერთიანება, რომელიც მიგრაციის პრობლემას ვერ აგვარებს. რაზე ვლაპარაკობთ, ხო? ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეგობრები, როგორიც არის ნატო, როგორიც არის ევროკავშირი, თავისი პრობლემებით თუნდაც, რომ შევძლოთ და წინააღმდეგობა გაუწიოთ რუსეთს, შევძლოთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორიები და დავაბრუნოთ ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანები თავიანთ სახლებში. რაშიც ხელს გვიშლის რუსეთი. ეხლა აქ ყოველგვარი ვოთებაუთიზმი, აბა ის კარგი იყო, აბა ეს ცუდი იყო. მოტივაციაშია საუბარი. მამაზეციერი ვერ იტყვის, ახლა პირველად თქვა ვორსკი, მე მგონი რომ სააკაშვილს დავალება ქონდა, რომ რუსეთთან დაეთმო ურთიერთობები. ეს კიდე რაღაც ახალი სპინი შემოიტანეს. თორე სინამდვილეში მამაზეციერი ვერ იტყვის, რომ წინა ხელისუფლება არ იყო ორიენტირებული საქართველოს ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით ევროინტეგრაციაზე. სკოცები ამბობენ, რომ ყველაფერი ხდებოდა დიპ სტეიტის დავალებით. ხო, ანუ პირობითად ნახეთ რას იმ კონტექსტში ხა დღეს შეიძლება ეგ არ ამოუწევიათ, მაგრამ მაგასაც ამოწევენ, ხო? პირველი სად ჩავიდა სააკაშვილი, ჩავიდა პუტინთან სალაპარაკოთ. რატო? იმიტომ რომ ცადა დალაგება, იმიტომ რომ პუტინი იყო ის, ვინც აკონტროლებდა აჭარას, ვინც აკონტროლებდა ცხინვალს, აფხაზეთს, ძალოვანებს, ხო და უთხრა რომ იცი რა, არა ვარ შენი მტერი, უბრალოდ ჩვენ მინიმალური რაღაც გვინდა რუსეთისგან. ეს მინიმალური არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებელი არსებობა. ამ ორს თუ აღიარებ, ყველაფერ დანარჩენზე დავილაპარაკოთ. პირველი ბიზნეს ფორუმი ვისთან შედგა? შედგა სპეციალურად რუსი ბიზნესმენებისთვის თბილისში. თუ არ ვცდები 2004 წლის თებერვალი იყო. რა იყო გზავნილი? გზავნილი იყო ზუსტად იგივე. მოდი ვითანამშრომლოთ, ბიზნესში არ არის პრობლემა, მაგრამ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი, დაგვიბრუნეთ ცხინვალის რეგიონი და დანარჩენზე ხსნილია. ანუ мотивация იყო იმთავითვე გაცხადებული და ცხადი და მისაღები და სწორი. ცხადია გზადაგზა შეცდომები როგორ არ მოხდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა დღეს რაც გვაქვს და 2012 წელს რაც გვაქვს. იქ ხა როგორც მინიმუმ мотивацияში გვაქვს ფუნდამენტური ეჭვის შესატანი, ხო? რა არის მათი მიზანი? პირობითად ნაცები თუ ცუდები იყვნენ რუსებთან მიმართებაში, კი ბატონო და შენ იყავი უკეთესი. 14 წელი არც ერთი ხელისუფალი არ ყოფილა საქართველოში. 1 წელი იყო გამსახურდია, არასრული, 12 წელი იყო შევარდნაძე, 13 წელი იყო აბაშიძე, 9 წელი იყო სააკაშვილი. ხო 14 წელია ესენი არიან. 9 სანტიმეტრი წავიწი წინ დეოკუპაციის გზაზე. ერთი მკვლელი არის დასჯილი დიდი სამბით რომ მიიღეს 82 ტატუნაშვილის სია, რომელზეც მაშინ პირადად მე ვამბობდი რომ კტრაჩობილია და მხოლოდ იმიტომ იღება ამ სიმას რომ არ დაისაჯონ ის ადამიანები ვინც უნდა დაისაჯონ, ხო? შესაბამისად ამაზე საუბარი ამ კონტექსტში არის ფუნდამენტურად განსხვავებული. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ამაზეც თუ მართლმადიდებლად ერთ სიტყვას 15 წამი. ეს არის ახალი ივერიის მე-12 ნომერი და
მე მგონი ძალიან კაი ჟურნალია, ძალიან კარგი კონტრიბუტორებით და ძალიან მნიშვნელოვანი თემებით. ეს კონკრეტული ნომერი შეეხება საბჭოთა კავშირის დანგრევის 35 წლის თავს და თქვენი ეთერიდან უმორჩილესად მინდა კიდევ ერთხელ მიმართო თქვენი ჰოლდინგის ასე ვთქვათ დისტრიბუციას და მაღაზიებს, რომ იქნებ შეძლონ და დაგვეხმარონ ამ ჟურნალის გავრცელებაში. კი ბატონო. როგორც სხვა მაღაზიები. მადლობა დიდი. ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რა ხდება ქართულ ენერგოსისტემაში, რატო ქრება ამის ყოველ მეორე დღეს დენი, რომან გოცირიძე იქნება ჩვენი სტუმარი.